კაი გამარჯობა მეგობრებო, როგორ არ უხარიათ რაღაცინებს. როგორ არ უხარიათ ამ მაიმუნებს, აკაცუკებს და ვირიშვილებს ერთი კარგი საქციელი, რომელიც ქართველებს გაუკეთეს. აი, იცით რომ დუბაიში იყო ხალხი და ბიზნესმენებმა და მათ შორის ჩვენი მაგაცი ნოშკო და ნამორაძე. ხო და ჩამოიყვანეს ხალხი კი ბატონო, ზოგმა ჯეტი ქართველები ჩვენი მეგობრები რა. როგორც ხდება ზოგმა ასე ზოგმა ისე თხოვეს ის ახლობლები ჩვენი მოქალაქეები ისინი ესენი რა კაი საკითხი დაწერა, ბოროტება დაწერა. გაუკეთებია და რა. ამ მაიმუნმა ავადმყოფებმა მთელი ფეისბუქი მაიმუნების ერთობამ ბანდამ დაიწყეს დამონათება. ანუ როგორ არის ხელი რომ გაუმართეთ თურმე ქართველს. ჯესეთია ამ ქვეყანაში ყველას იცნობს. თბილისში კი არა, ქვეყანაში იცნობს ყველას. რა თქმა უნდა და ნაცნობიარი უბრალოდ მთელი ეს რაღაცა პირიქითა ბაბლში ამ ლიბერალურ ბაბლში ხო მთელი ისტერია იყო და უბრალოდ ლაშა ბუღაძემ ძალიან გაშალა რა თემა 2 წამში წავკითხა ერთდროულად და მე ფოტო დაიდო რა ვიღაც გოგოებთან ანუ ვინც ჩამოიყვანა მათ შორის ახლობლები ვინც არიან ერთ-ერთი და ერთდროულად რამდენნაირ მორალურ სიმახინჯეს გამოხატავს ეს ფოტო. ლაშა ბუღაძე წერს ეს თვითონ მორალურად მახინჯი და გაუკუმართებული და დეფორმირებული მორალის გასაგნებული ქალები. ანუ ეს ფემინიზმი ჩაერთო ჯერ აშუაშია გასაგნებული ქალები. რომელთაც თავიანთი შრომით საღეჭი რეზინიც კი არ უყიდიათ ალბათ. ჯერ ქალები არ არიან, მე მგონი დები არიან და ის გოგო იქ მუშაობს კაცო. ბიზნესმენი ნოშკოზე ამბობს, რომელზეც ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ეპითეტი იმიტომ აქვს, რომ სისტემის კორუფციული მართლობის ერთ-ერთი რგოლია. ხალხის ფულის მიმთვისებელია და ქურთთა შორის ერთ-ერთი ვისაც სავარაუდო დაავალეს, რომ კერძო თვითმფრინავით, ასევე კერძოდ ქცეული ხალხისთვის მოპარული ფული დაებრუნებინა გასართობად წასული კოცური ამალა არა ნოშიკო იქ აკეთებს ბიზნეს ანუ იგივე დეველოპმენტით არის დაკავებული ძალიან წარმატებულად ძალიან ისე ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობს და გადასულია იქით და პირიქით წამოიყვანა ქართველები იქ ჩარჩენილები აქედან რა ანუ ყველაფერი არასწორი დაწერა მე მამაშენს გაუპარსა ულვა ისიც და შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა აი ბიჭ გნიდების ერთობა მართლა შალვა ნათელაშვილი პირველ ხელაზე გადავიდა ხო და არ ვიცი დებერი ხრონცები რატო აღეულა არ ვიცი რა შალვა ნათელაშვილი ისე შალვას გიორგი გამსახურდია რომ აგინა იმის გარდა არაფერი არ უნდა დაამატო რა კაი ეს ინციდენტი ამოწურულია იმიტომ რომ ამათ არ ევასებათ არაფერი ქართულს რო აკეთებ არ ევასებათ ღიზიანდებიან ანუ რეჯექტი არის ეგრევე აბა ლაშა ბუღაძე რო რამე სიტყვის მართლა არ არა ხო იქნა ეხა მე სხვა არ დაგიმატებ მაგრამ მართლა სვედანო ლაშა მაგრამ მიმართა გრიშამ ლაშა როგორ არის იყო ის იმათო კაი გვარამია კიდევ ერთი ცვედანი კი არა და ცვედანი რაშუაშია მაგრამ მაინც ნიკა გვარამია გაუშვათ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უწყვეტი პროტესტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რომ არა ბოიკოტი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან დღეს ჩვეულებრივად იქნებოდა ქართული ოცნებისთვის ცხოვრება იქნებოდა რუტინული ავტორიტარიზმი და პრაქტიკულად ჩანსი არ იქნებოდა რამე გამოსულიყო. მე ვფიქრობ რომ ეხლა ძალიან მაღალია ალბათ წავიდეს დაიზინო. სხვა შორის ეხლა ამაზე არ მინდა კომენტარი უსაგნო რაღაცა თქვა და ჩემთან კიდე მოვიდა ფორმულას გოგო. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Facebook გვერდზე ამ ვიზიტის შედეგი და მე მინდა ფორმულას მესვეურებს რა გინდათ მაზოხისტები ხართ მე გეტყვით თქვენ რა რატომ არ შეიძლება რომ მე სიტყვაში მომიგოს ფორმულას გოგონამ აგიხსნით ვერც ბიჭუნამ კი ბატონო მაგრამ ვიღაცა აბსოლუტურად გუშინდელმა გოგონამ რა გეტყვით რა კამათი ჩვენი არ შეიძლება აი როგორ არის ცირო აი მაგალითად გელი არ ლომი და ზვიგენი ერთმანეთს ხო ვერ დაეჯახება ხო ერთი არის წყალში სტიქი ამისი არის წყალი მეორე ხმელეთი ანუ როცა გელი რო ჩაუშვა წყალში წააგებს და პირიქით
და უყურე როგორ არის მოდიხარ და რაღაცებს მამუნათებ ისეთ რაღაცებს რაც საერთოდ მე ვაფშე ფეხებზე მკიდია რომ რუსული პროპაგანდა რუსეთი ომი რომ მიმდინარეობს ზელენსკი ხო კარგი ტიპია და მე საერთოდ სხვა პლანეტაზე ვარ და არ ვიწყება თქო რომ ზელენსკის დედავატირე ვამბობ ამას იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული მოთავია ძალიან ბევრი ცუდი ამის არა კაი კაცი არა კაი კაცი მე იმასაც ვამბობ რომ რასაც ჩვენ ვამბობთ ბორის ჯონსონს რო დედავატირე ბორის ჯონსონის იმას დაპარდოს მისი ტაიმი ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ტრამპმა კლოუნი უწოდა დღეს ზელენსკის რა ვქნა ეხლა ტრამპს არ დაუჯერო როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა და ვაფშე სხვადასხვა პლატფორმაზე ვდგავარ სხვადასხვა ისე მოდუს ვივენდი და მოდუს ოპერანდი მე და ადამიანებს გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა და თქვენი შეიმინგი ჩემზე არ მოგვინდეს არანაირად და არ გამოუშვათ არავინ მაგ გოგონას დაისი წაკითხული ქონია კი ბატონო შპრენგლერის მოყვარულია ძალიან ამ შემთხვევაში შპენგლერის კვლევარი გამოაგზავნეს და არა ვიღაცა სხვა შორის მე მგონია რომ ეს უფრო ეყნობა შპენგლერზე კომენტატორებს იმიტომ რომ ან ასეთი რაკურსით გაშალა ევროპის გრიგოლიას ინგას აქვს სხვა შორის მაგარი კომენტარები გარდაქმნილი არისო რუსული პროპაგანდის ფუძემდებელი ტექსტადო იყენებენო აი როგორც ნიცშე მიითვისა ნაციზმმა რა და იქიდან ხო არა ეგ საინტერესო პოინტი იყო ხო ძალიან საინტერესო პოინტი იყო იმიტომ რომ ტექსტი მართლა ეგრეა თავისთავად არ არსებობს ტექსტს ჭირდება ინტერპრეტაცია პლატონის გამოქვაბულის მითი მანამდე არსებობდა, მაგრამ ყურადღება არ ექცეოდა. ჰაიდეგერის შემდეგ მიექცა ყურადღება. იმიტომ რომ მან მიაქცია. მე აიტაცეს ეს რა თქმა უნდა და იმის მორგება ყველანაირად შეგიძლია და ზუსტად ნიცშე როგორც ნაციზმმა მიისაკუთრა ზიადამიანის დოქტრინა, კი ბატონო. კარგი, გიგაბოკერი. მაგარი იყო. მართლა მაგარი იყო. მაგ კუთხით არ შემიხედავს. რა ერქვა ქალბატონს? არ ვიცი, გავიგებ. კლევარის სახელი არის. შენ არ გიტყუობ, ხო? შენ მოსაგროვებელი შენ რა მეცნიერები მოსაგროვებელი. რა ვიცი, სახელი მათი ლეგიონია. კი ბატონო. კარგი, გიგაბოკერია გავუშვით. ოპოზიციის ალიანსი რომელიც დღეს გაფორმდა არსებითად იმით არის აღსანიშნავი დამატებით რომ ემყარება სტრატეგიაზე შეთანხმებას ანუ შინაარს და ურთიერთობის წესებს ანუ ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტო არის იმ არა გესმით რატო ყოფილა მნიშვნელოვანი რომ ძლიერია არა რაზე არის დაფუძნებული არა თქვენ არ სტრატეგიის მე მგონი ერთობა და გართობა არა სტრატეგიაზე შეთანხმება ეს არის ეფუძნება შეთანხმებას და რაღაც წესებს და არა ვიცხდა რაღაცა საინტერესო თქვა იმას ეფუძნებაო და არა იმას მაიმუნობას ან ერთმანეთში სექსუალურ მიზიდულობას მართლა მე ვეთანხმები ბოკერიას რომ უპრეცედენტო მზეობა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი ოდიოზური ღვთისგან მიწყებული და პირიდან ამოვარდნილი ადამიანი ერთად არ შეკრებილა გური 2012-ის მერე გური აი ნაცები იყვნენ ხელისუფლება ეხლა დაემატა ოლსტარი ვაშაძე და ბოკერია ერთ პარტიაში შენ გახსოვს ეგეთი რაღაცა და გვარამია და შეკრება ერთ პარტიაში იუნიონი ეგეთი რაღაცა არ მომხდარა დედამიწა რაც არსებობს იუნიონი არის ანუ დედამიწა რაც არსებობს ეგეთი ერთად არ ყოფილა დაუბრუნდა იმ საწყის ამერიკული ნამცხვარი ოღონდ რეუნიონი ხო არა ესე იგი უტიფრები ერთი იმიდან არიან გაკეთებულები ანუ 2012 წელს შემადგენლობა რო აიღო ერთ კაცს ვერ მოძებნი ამ ახალ ერთობაში რომელიც იქ არ არის მოძებნი ვის ზურაგირც მე რე გახდა მოიცა ზურაგირს მე პარტიულზე არ მაქვს არა სხვა რამისგან მაცადე გამოყენება ვერ დაგეთანხმები ზურაგირჩი სისტემის ნაწილი იყო გეტყვი დამაცადე პარტიული ნაცი არის გეტყვი დამაცადე ზურაგირჩი არის იშვიათი ნაცი ანუ ზურაგირჩი არის ნაცი ხო აპრიორი არის ბოროტი და ჭინკა და მოძალადე მაგრამ ზურაგირჩს მაგრამ ნაც რა იმაშვება იცი რომ ეს რაღაცა ღირდა მე მატერიალური კეთილდღეობა მაინც მქონდა მაგ დროს და ამ უბედურს ეგეც არ მქონდა და ეს არის პროსტა მოხალისე მოძალადე ანუ მოხალისე მწამებელია აი მეგისა ქართავას წამებაში ფულს უხდიდნენ კოხტა კოდუასაც უხდიდნენ ფულს და
ეს არის ქველმოქმედი მაგ მხრივ. ანუ თავისინებით მოხალისედ ჩაიწერა ნაცებში. პროვინციალიზმი მას უბიძგებდა, რომ იქნებ ხო და სოციალურ ეს რა არის ნაცი ესე არ ყოფილა, ეს იყო ლიბერტარიანელი, რეიგანის დაბადების დღე. ზურაგი ნაცი როგორ აყოფილდა მაგათი ნაცების ის მენდუფიძის როჟა იყო უფრო. ნაცების ის გახდა. რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი. ხო. უყურე ეგ გემახსოვრება კომპარტიაში შევიდა. ზურაგის პირველად როდის ნახე? 9 აპრილის მერე. პირველად გახსოვს მე მახსოვს ქალი იყო ვიღაცა. ზურაგის გამოჩე მე როცა შენ გამოჩენა გახსოვს. მე პირადად ლაპიაშვილი იყო ესეთი გოგო, ლაპლაპიშვილი თუ ლაპიაშვილი არ ვიცი. ლაპიაშვილი NGO კონდათ ერთმანეთზე სულელურ რაღაცებს აკეთებენ ბრძოლისას 2012 წელს, როცა და ის გახსოვს რეიგანთან რომ მაგის განცხადება პირველ მე რაც მაგ რეიგანს რო ყვავილები მიუტანეს. ზინა ივანიშვილსო აქვსო რუსული წარმომავლობის ფულიო და ეს ფულიო შემოდისო ეხაო საქართველოსიო და შესაბამისად ესო არისო რუსული გავლენაო საქართველოსში. ანუ ამის ეს განცხადება გააკეთეს მას და ეს იყო პირველ წყარო რომ მე გამოვიდნენ და ბაზრობდნენ აი ის არის. თქვენ თუ გახსოვთ მიშა თავხელიძე. როგორ არ იგივე კალიბრის გაправებელი რო იყო. კარდუ ძალიან მაგარია და ეხაც არის, მაგრამ მიშა თავხელიძე სად არის? არის წარმოქმნა. აი მიშა თავხელიძე ეხა უნდა იყოს. სათვალებიანი მიშა თავხელიძე. რა ვიცი, რას ეძახდნენ მაჩვიო თუ რაღაცა. არ არის. კაი, მოდი ჰეგელია იქნებოდა. მიშა თავხელიძე იყო ვაფშე ყველგან გაი, როგორი გასული ტიპი იყო, იცი? ჰეგელია გავუშვი. ნებისმიერ ამას დაგედო და წაუკითხავად გააправებდა. მოდი გრიგოლ აბა დაგვენახე. მოდი. მანგოლიო. არსებობს გარკვეული ტიპის პოლიტიკური ენერგიები, რომელთაც აქვთ ბევრად უფრო მსგავსი ელექტორალური მოჭიდება და მათი მოგჭიდე. ერთი ტიპის პოლიტიკური ენერგია არის ბევრად უფრო ლოგიკური. მოჭერა როგორია? ანუ თქვითხოთ მოჭერა როგორია? აი ეს ტიპები არ შეიძლება ჰეგელ არ შეიძლება ანუ მოჭიდება მოჭერა აი ეგეთ რაღაცები სანამ ჩვენ ჩასაფრებულები გიზივართ ეგეთ სიტყვები რო არ უნდა თქვას არ იცის აგერ ზივართ ვიდა უსაფრთხოებრივი აქტუალიზაციის მარტო ჩვენ ვახდენთ ხო და კარგია ყველას ფეხებზე კიდია ხო მაგრამ საინტერესოა მოჭერა კი არა და მოჭიდება უნდა ვინდა უზრუნველყოს ჰეგელიას უნდა მოჭიდება სხვა კოალიციაში ის მოჭერის ხახუნის ძალები რა ქვია ის გაჩნდა ხახუნის ძალა როგორია იქ ლელო მოეჭიდა რამდენი ატმოსფერით არის რამდენი რა წნევით არის მოჭერი ისინი ცალკე უჭერენ თუ ლელოც უჭერს მათთან ყველა ერთმანეთს უჭერს ანუ მოჭერა საერთოა მათი საერთო მოჭერა და ინდივიდუალურიც რა კი იმიტომ რომ მაშინ ხო შეხვედრაზე ხო არ იყო ლელო წარმოდგენილი როდესაც მოჭერის მანიფესტი იდებოდა ხო გიგან ლემონჯავა ვინ არის მსახიობი გავუშვით ძალიან ცოტა თაობას მისცემს არ არის მსახიობი ამის მაგაცია როგორც ამის კლასელი რო ის ესეთი შანსი რომ საქართველოს გაეყვანა სამშვიდობოს ძალიან ცოტა თაობას ქონია ესეთი შანსი ჩვენ არ ვიქნებით თაობა რომელიც დაკარგავს ამ ქვეყნის თავისუფლებას ჩვენ ვიქნებით თაობა რომელიც გაამთლიანებს ქართულ საზოგადოებას ჩვენ ეს იქნება სახელმწიფო არა თაობა არა მცირე დაჯგუფებას სინამდვილეში თან შიშარა კრიმინალების მცირე დაჯგუფებას რომელიც რაღაცა შიშით მართავს დაყოფით მართავს აი გავაჩეროთ ბაჭო იცი რა მაინტერესებს თქვათ ამათმა რაღაც პერევაროტი გააკეთეს შენ დაგიცავს ესა ერთ წამი ჯვარი წერია შენ ჩაგვიწყობ ამასთან საქმეს აი ვასში რო ეს ეხა მივხვდი რომ აი ამასთან გვაქვს შანსი შენ გააქვს მაგის ხოდი რომ მე დაშალვა თქვათ არ მოკლა ხო ციხეში წავარ ბაზარია აი გიგა ლემონჯავა მაგას აიღებს თავის თავზე შენ შეძლებ და თვითონ თუ დაიადგე ბიზნესი გახსოვს არა ისეთ ვიზია რომ მე მგონი ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ყველა ეს ვაჭრ სკოლაში იქნებოდა ძალიან მაყურებელი იქნებოდა რაც ზემოთ არის ორი იმდენი ქვემოთ მაყურებელი ჟუვაჩკებს აგროვებ ძალიან მაყურებელი რაღაცას ეს იქნებოდა ქურდი კაცი რაღაცას იპარავდა და იქმარლავდა მოიცი ძალიან ცნობილი გამოსათქვა მილო კაი ბიჭო ის რა ქვია რამე დამახასიათება კარგად სწავლობდა ეგ მაინტერესებს კი მართლა აბა კარგადაც არ ესწავლა ბიჭო ეთყობა ძმაო ეთყობა კარგადაც არ ესწავლა ეთყობა მართლა კარგად სწავლობდა ეთყობა გივია კარგად გავუშვი რა უნდა გივიას
არ გვინდა რა გივია რა. სწავლის მეტი ვაფშე არ ფერგო. გია ხუხაშვილი გავუშვით. არაკეთებს კომენტარს, აი როგორი ეთიკური ბიჭი არის. კაი ბიჭია, მეც არ გავაკეთებ კლასაზე ჩვენც ეგეთები ვართ. მაგრამ მე კლასელები არ მყავს ეგეთი და. შენ ვაფშე არ გყავს. შენ რა ერთი კლასელი რატო არ გამოგატყვა სწავლად? ჰა? ერთი კლასელი რატო არ გამოგატყვა სწავლად? მე არ ვახსოვარ, კარგად კლასელებს. ძალიან. თავისი მშრომელი კაი ხალხი არის ძალიან. ისე ბიჭო, რამდენ სკოლაში ნასწავლი ხარ? 8. ხო და ერთი კლასელი პოლიტიკაში არავინ არ წავიდა და არ განაცხადა არავინ? გავიხსენებ. ჩემი ატოს. მალაცი. კაი, გავუშვება. სადაც გინდა იქცადეთ, მაგრამ ძირითადი სამუშაო აქ არის ჩასატარებელი. იმაზე კი რაც გინდა აქ რა სამუშაო ჩასატარებელი, სადაც რეალური პრობლემა აქვს. ვაშინგტონში ვიზიტებზე ლაპარაკობ. ანუ აი ეს სნობური კლუბური აზროვნება, ხო? საიდანაც ვერ გამოვიდე ეს ხალხი და არანაირი ხალხოსნობის უბრალოდ არანაირი ხალხოსნობის ნიშანწყალს არაჩვენებენ, ხო? ნუ ეხლა რანაირად უნდათ ეს არჩევნების მოგები, ჩვენს გავუგებარია. ვაშინგტონში რო ჩავლე რა, ვაშინგტონში ვისაც შეხვდებიან, იმას მაგიდაზე ედება ამ პარტიების რეალური ფასი, ელექტორალური ფასი, რაც მნიშვნელოვანია ამერიკული დემოკრატიისთვის. და რო ნახავს, რომ ფასი არც თუ ისე მაღალია. როდის გავთიშოთ? შო, რისთვის არის მნიშვნელოვანიო? ამერიკის როგორი დემოკრატიისთვისო? ამერიკული დემოკრატიისთვის. არა, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი ელექტორალური ფასია. და ამას რო ძალიან დიდი როგორც მე მგონი თავარი თემა ისაა, რომ ეს რო არ არის, ეს ამას რო არ დაუძახეს. მაგიტო არ არის ეს სახალხო, თორე როგორც კი ხუხა დაემატება, მაშინ მოიხოდებიან და ფასიც აიწევს. ბიჭო, ეს იქნება იმათი ანალიტიკოსი. ნაბო? ხუხას არ თუ არ მიდები ეგენი. ისე ხუხა არ დაიმსახურებს ამბავი იქნება ეგ რო მე უკეთ ვიციო. ხუხა არ დაიმახსო რა, არ დაიმსახურა, აი როგორ შეიძლება. ეს იქნება იქ ანალიტიკოსი. არა, ამას უნდა ალბათ ერთ-ერთ მოთავედ ჩასვა. არ არის ეგრე, ანალიტიკოსი. იქ საიდი უდიდესი. კაი, გავუშვათ, აბა თინა ბოკუჩავა. აი ჩვენზე ლაპარაკობს, ახლა რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი დიდი ბრიტანეთის მხრიდან სწორედ პოზიტივის და იმედის შერჩევა სანქციების სამიზნეთ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად გააცნობიერეს სინამდვილეში ივანიშვილის რეპრესიული რუსული რეჟიმი რაზე დგას. ის დგას სიცრუეზე, ის დგას დეზინფორმაციაზე, ის დგას პროპაგანდაზე და იმისთვის რომ დეზინფორმაციას და სიცრუეს და პროპაგანდას ეფექტიანად დაუპირისპირდე, ამისთვის აუცილებელია ასევე დისციპლინირებული წყობრი ვებულიო ეს დღეს გავაჩეროთ თუ შეიძლება ფორმულას თანამშრომელმა მითხრა რომ ხელფასს საერთოდ არ იღებენ ის ხო დაიჭმუჭნა პირველი გოგონა ნომერმა 2-მა მითხრა რომ ხელფასს საერთოდ ვაფშე მოხალისეები ვართო ანუ ის ოპერატორი ბიჭი იყო და იმასაც ვიკითხე იმის ნუ ის ვიღებდა ვერ მიპასუხებდა მაგრამ მის მაგურად მიპასუხეს რომ ესე იგი ეს არის ვაფშე უფლოდ გაკეთებული ტელევიზია ბენზინსაც არ ასხავენ შიგნით კომუნალურებს როგორ იხდიან? მიაქვთ. ხო, აი ეგ არის აი. როგორ რა უნდა გადახდას? დებენ აქეთ დებენ. იმიტომ რომ ფორმულა ხო აბსოლუტური სიკეთეა და ხალხს. არა, მე მგონია რომ იმხელა სახალხო ეკლესიასავით არა შემოწირულობა. ხო, მაგას მომი იმხელა სახალხო ხარდაჭერა აქვს, რომ ხალხი უხდის მათ კომუნალურებს. რა თქმა უნდა, მაგას შეეჭვიებარება ვინმეს? მუხერხული აი. თინა ბოკუჩავა კოტიკო სადა. აი რა ვერ დაადგინეს იმ iPhone-ის იმითი ტელეფონის ადგილმდებარეობის მძებნელით გატაცების ჯამს სად მდებარეობდა კოტიკო. აბა გავუშვათ იგაგრიგულია რასამოს TV პირველზე. მამინდა ეს არის უმნიშვნელოვანესი. ერთი წამი გავაჩერეთ. პირველივე კადრი, პირველივე სტოპ კადრი, რაც მაგის სტოპ კადრი. სტოპ კადრი. ნოდარ მელაძია რა. რაზმანზია ხარ მე ხატავე. ბიჭო, რას გავს იცი უფრო? მოიცადე რაღაც. მოიცა. კომპლექსი რო ამოგასხავს ხო იცი? წინააზიური ქვეყნის ჯოჯოხეთი. საქართველოში მოღვაწე წინააზიური ქვეყნის. არა.
ვაში ბენდენაზე უნდა ეფაროს ეს კეპი და კულტურის ექსპროპრიაცია თუ რა არის, ანუ რაო? ის ფილმი რო არის, გახსოვს თეთრს რო დაძდები. თეთრი ტიპი რო ესე ჩაიცო ამ ან რაღაცა შვილის Onion movie თუ რა არის? ხო, Onion movie. შვილის კლასში რო გინდა რომ მიხვიდე რა დედა რო ჩაიცო. იცი რომ რეპიევას. ამაზე მარიხუანას ფოთლები მე არ მინდა ქვეყნის სახელი დავასახელო, მაგრამ ერთ-ერთი წინა აზიის ქვეყნიდან ჩამოსული კურიერი არის მისული სადღაც დაბადების დღეზე ქართველებთან და არის ის როგორ მოიქცეს. ბიჭო, ეს უკეთესად გამოიყურება ეხა იმაც ზედად. შენ ვიზაც ამბობ. არა, უფრო რესპექტაბელური ეს ძალიან, ვიძე კაძან მაგარია აქ. აჰა, მე მგონი ვიდი იქივეა, სახის გამომეტყველება იგივეა. გაუშვით აბა. ამ შენ ამბობ რომ რაც ქვეყნის კურიერი. აჯაქსა არ მინდა სახელი. მე მივხვდი. არ არის ინდოეთი. ეს უმნიშვნელოვანესი არხი. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი არხი, რომლის ჩაქრობა უბრალოდ არ შეიძლება დაბნელდება ქვეყანა წარმოიდგინეთ შაბათი. შენ წარმოიდგინე გავაჩერო ნოდარას გადაცემა არ არის. ბნელი ნოდარა, შავ ნოდარა, ბნელი ნოდარას, ასოციალური ადამიანები, სკერიდან ამოსული, ტრუშობები გულისხმობს სკერი, მორალური ტრუშობებიდან გამოსული ტიპის, რომელსაც არავინ არ ყავს გარშემო, ვაფშე აი, ხო საიდან გაიჩნდა ტიპი. ის რო ჩაქრეს, ახაც ჩაქრება მზე. შეხვდი აი შავი ხრელი რო გაქრეს. ხო, ზე არ ვიცი, მაგრამ რასაც რის აკრონიმადაც მზეს ხმარობთ ხოლმე. ვიცი, ხო. ის უცენზურო სიტყვა. ხო, ასევე სამასოიანი. ასევე სამასოიანი უცენზურო სიტყვა. კი ბატონო. რომ დაგუგლო. ხო. მოვა ფოტოს დააჭირო. კი ეგრეა. ნოდარ მელაძის ფოტო ვარდება. ოღონ ანუ ნებისმიერ შეგიძლიათ სადოთ. ეგრატო. დაზეროთ. გვერდი იყო. ვიცი კაცო, მაგრამ ბიჭო, ნოდარ მელაძე მზე ვარ. კაცი მაგ სიტყვას რო გუგლავ შენი ფოტოა პირველი. მზე ხარ. მე გადავრი. მე არ ვიცი. ეხლა დაგუგლე ფოტოს დააჭირო. არა, კაი, რა შენ ბიჭო, ხო არ გაგიჟდე, არ ვიცოდი ეს. ცნობილი მე 2016 წელს უცნობილესი რაღაცა ისაქმა ეთერში ამან და იყო უცნობილესი კამპანია ნოდარ მელაძე მზე ხარ. არა, სულაც არ არის მზე. არა, მე რიგო სულაც არ არის მზე. კარგი, მოდი გავუშვათ ნოდარ. ოღონდ პირველი ამოდის. პირველი ფოტო ნოდარ მელაძე გავუშვათ. მან მაგას მოგუგლო ფოტოს გაძლევს ნოდარას. რა ამბავს არ უნდა ხდებოდეს, ყველგან აუცილებლად არის დავაბერვალის მიკროფონი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ნებისმიერი მოვლენის დროს, ნებისმიერ ვითარებაში ვინ როგორ რანაირად არ უნდა ფიქრობდეს დავაპირველზე, ხშირ შემთხვევაში ხანდახან არის ხოლმე ამბები, როდესაც ეთერში საეთერში გამყავს რაღაცა მოვლენა, ამ პირდაპირ ეთერია და ვიღაც ადამიანს უსმენ და ხანდახან ვფიქრობ, გამოვიხედები ხოლმე შევხედო ჩვენს პროდიუსერს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტს წამყვანს, რომ წარმოგიდგენთ ერთი წლის წინ ეს რაღაც ჩვენზე რეებს აკეთებდა, როგორ გულაცხავდა და დღეს ჩვენს მაგრამ ეს არის მედიის უპირველესი მოვალეობა, რომ პირადი წენა გაბრაზდება. ანუ ჩვენ იმედი გქონდეს, რომ მიუხედავად იმას, მურთხმზედ გვთვლი, აუდესმე შეიძლება ჩვენც ვიზმაკაცოთ, ხო? ის დღე არ ვიცი, შენნაირი დღე, შავი დღე შენ ცხოვრებაში. ანუ შენ რო ჩაქრე და იგე შენ რო თურმე ტელევიზორში არ ჩარდე, ნოდარ, ეს იქნება ბნელი აი მაგშაბათს ანუჯახთან როგორ უნდა გაატარო კონფორტულაცი, მშვიდე როგორ უნდა პოვო, როგორ უნდა გაერთო. ბნელი და შაბათს არ გადის ნოდარი. ნოდარი, ხო? კარგით, მეგობრებო, პატარა ერთი-ორი სიტყვა გეოპოლიტიკაზე. ქართველები ღვთისმადლით გამოდიან იქიდან, თუმცა აი ამ ქვეყნებში, ამ 8 ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია არ არის კარგი, იმიტომ რომ ირანი ურტყავს სასტუმროებზე, ნავთობსადენებზე, ნავთობგადამამუშავებელ კომბინატებს და აზარალებს ძალიან. რაღა მარტო მაგრო ქვეყანა მთელ ევროპას გაუძვირდა ბუნებრივ. არა, ურტყავს იქ. ასე გასაჯეთ, კვიპროსეც მოახერხა ვაზას რომ დაერტყა, ვაზისთვის რომ დაერტყა. ტრამპმა გაუჩერა ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა გააჩერა ესპანეთთან. საერთოდ გააჩერა. ესპანეთმა დაასაფორთა ირანი. და უთხრა რომ ბაზები არ მისცა, ბაზები არ მისცა. არ დაასაფორთა, ბაზები არ გადასცა და თქვა ტრამპმა რომ მეო მაინც ვიფრედითო ჩვენ იმ ბაზებიდან, მაგრამ არ არის საჭიროა და ინგლისიც უკაყოფილოა და ეხლა იყავს ეს გერმანელი რომელთაც უკაყოფილია. ნახოთ მეგობრებო, აღდგომა და ხვალიო, ჩვენ გავიგებთ ყველაფერს. ამით გემშვიდობებით, ხვალ არის მეგობრებო 4 შაბათი, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად წანებთ. უი, სტოპ. ბოდიში.
გილოცავთ დედის დღეს. ვაიმე, როგორ აზე ხარ დაგვაქვს. ძალიან სამარცხვინოა ხე ეს ყველა. ჩვენგან. კი. დიდი ბოდიში. დიდი ბოდიში გილოცავთ. ჩემი უგლეს ულოცავ ასევე დედას. თქვენ დედებს ულოცავ. თუ გვაპატიებთ, დიდი ბოდიში. თქვენ დედებს ჩამივარ და მე. შესადიყავ. დიდი ბოდიში. ხო და მაგებად ჩამივარ. საერთოდ ამბებ მან მოგწყვიტა. არა, ამით უნდა დაგვეწყო რა. დიდი მადლობა რომ ხართ და არსებობთ რა. მადლობა. საქართველოს დედებს გილოცავ, მარიამ გილოცავ დედობას. დედის დღეს. მადლობა, კარგად ძაბ. გილოცავთ თქვენს დიდხანს ყავდეს ყველას. აი გადავჭით რო იცოდე. დედა მაგარია. კარგად ძაბ.